მოგესალმებით მეგობრებო, მე ელო ვარ და ჩემს არხს აიმყოფებით. ამჯერად უნდა მივწერო 100 იუთუბერს და თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი, ამ 100 ადამიანიდან უმეტესობამ მიპასუხა. წინასწარ შემთხვევაში ვიდეოს არ დავდებ, არ ავტვირთავ. ხო, ძალიან დიდი ვიდეო იქნება და მომენტებში კრინჯის შეიძლება ოვერდოზით შეიძლება გქონდეს, ასე რომ მზად იყავით და ეხლა უკვე დავიწყებ. აუცილებლად გამომიწერეთ, იმიტომ რომ 106 ადამიანი მაკლია 1000 გამომწერამდე ხალხო და სირცხვილია. აი მართლა სირცხვილია რა გახდა ვერ გამომიწერეთ. ხო, 100 იუთუბერს უნდა მივწერო. პირველი ვწერთ მისტერ ბისტს. ხიტამ ხო ვიდეო გადაიღო ანტიქრისტესზე და იქნებ გვიპასუხოს მართლა ანტიქრისტი არის თუ არა. ხიტას წინა ვიდეოში მივწერე რომ 190 IQ მაქვს მეთქი და რატომღაც არ მიპასუხა და ალბათ შეაშინდა, იმიტომ რომ ბიჭებს ხო თავისი ჭუკენი გოგოებს ეშინიათ. ამჯერად მოდი ეს რაღაცა მივწეროთ. აღარ მაქვს 190 IQ. ახლა მაინც მიპასუხე ხიტამ. რა გახდა? შემდეგი მივწეროთ საერთო კაც, რომელსაც ასევე არ გვიპასუხა. მახარ ფუ პოდკასტს აუდიტორიასთან ერთად როდის ჩაწერ. ლაშა. რო გამაქრო შეგიძლია? და ეს მართლა ძალიან მაგარი კონტენტი გაქვს, ესეც აუცილებლად მივწეროთ. ისე კარგი იქნებოდა ეხლა ამ საყვარელთან რომ გავქრე და უცებ მარსზე რომ გავჩლდე. დავიშვენებდი მართლა რასაც ქვია. წესო კოპალას გულისხმობ ეხას. არ გაბადეებ, ანუ მართლა. რა გავუკეთა პროსტა ბიჭს. დაქვებარემ კოპალასაც მივწეროთ. სოსო თუ იაკუძა, რაბანა. რაბანას მივწეროთ. ტეტრისი დააბრუნეთ. ბენი რა ჩავწერეს ერთში, სელენას ბენი ამომიგდა ხო და მოდი მივწეროთ, რომ სელენას ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს. იმედია მიხვდება ხუმრობას, თუ რაც არის და სულად არ მიიღებს. ნიას ისევ ტეტრისის ბიჭს მივწეროთ. ოზი მეტი ახალი ვიდეო, გელოდებით ხალხი, ანუ მართლა ველოდები 20 ვიდეოებს და რატომღაც აღარ დებს და რატო არ ვიცი. აი მე და უკვე დამსინა ხალხო, კაი 20 ნუმსინა ვეკრევე. მიპასუხე, რომ რაღაცა ნუმსინავ. ეგ ულამაზესი თვალები შენია? გიგი. ეს სამალამაზ თვალები მაქვს ნახე. გიორგი დანელია. 100 იუთუბერს უნდა მივწერო და ბაბი კაკოზე მეტ გამომწერს იმსახურებ მაიმონ კაკოზე. ბასტო. ეხლა რაღაც ისე მოხდა, რომ ჯერ ბასტომ შექმნა არხი, მერე ქორომ, ეხლა მირიანმა და ყველას მივწეროთ, ბასტოს მივწეროთ. ბასტო სალამი, შენი სპეციალ აჯიკის რეცეპტი სად ვიპოვო? PS ერთ ვიდეოთი რო გადამისტარი ყველაფერში, ვაფშე არ მწყენია წარმატებები. ერთი ვიდეო დადო, გამომწერების მაჯობა, ნახვეშის მაჯობა და ალბათ მონეტიზაციაც ჩაერთა უკვე. არა, ვაფშე არ ვარ ბოხმიანი ადამიანი. გიორგი ქორიძე, პირველ რიგში იბედნიერეთ. მეორე რიგში კიდევ ბასტოს მალე გადაასწარი თუ შეიძლება. მირიან AI-ს აინტერესებს, შემდეგი რა ვიდეოს დადებას აპირებ. კორნერს ფეხბურთის ბურთები მივწეროთ. თეონა ჩაჩუა, უმაგრეს გოგო ხარ, ბევრი წარმატება და ბედნიერება თქვენს უსაყვარლეს ოჯახს. ელენიკო, YouTube-ზე უნდა დააბრუნდე, მამრების სამფლობელოდ იქცა აქაურობა და ძალიან არ მომწონს. ანუ ქართულ YouTube-ზე რო შედიხართ, ქალი წამყვანი YouTuberi არ არის რა, სულ კაცები. კამერასთანაც, კამერის უკანაც და რა ხდება, ანუ ქალები ძალიან მაგრები ვართ, ჩემი აზრით, ასე რომ გოგოებო, რას აკეთებთ? ლინასაც მივწეროთ ბარემ. შენი სახის ვიდეოებზე დამოკიდებული გავხდით ჩვეულებრივ, ველოდებით ახალ ვიდეოებს. ლუკა კალატოს უნდა მივწერო, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ძალიან ცუდად გამოვივიდა, ისე მივწერე, რომ ვითომ ოქტოპუსში ყველაზე კარგი ხარ ბოლოდან მეთქი და Facebook-ზე არ დამამატა და მაგიტო ვიყავი ნაწყვენი. არც ეხლა არ მომატებს. თქვენ რატო გეუბნებით ამას? არ ვიცი, მაგრამ თუ აქ ხარ და ლუკა მიყურებ, Facebook-ზე მაინც დამამატე რავი. რას დაგიშავებ? და დაუწერეთ ლუკას კომენტარებში, რომ ლუკა დაამატე ელო მეგობრებში. ცოტნესაც მივწეროთ, ცოტნემ წინა ვიდეოში რომ მივწერე. მიპასუხა, რომ შეშვებული ვარო ხო და დავიჯერეთ მე და ჩემმა 984 გამომწერმა. თუ ეხლა მიყურებ და კიდევ არ გამოგიწერია ჩემი არხი, ძალიან მაინტერესებს ერთი რას ელოდები. რატო არ მიწერ რა? იდი ხა დააჭერე დროზე. ვინ არის საუკეთესო ქართველი იუთუბერი? საშაორმეს აღარ დააბრუნებთ? ჩემი თმაც ნერვებს მიშლის. არ ვიცი. თუ რამე რჩევა გაქვთ როგორ გავუმკლავდე პატარა ძმას, მოხარშვის გარდა, ქვაბში მოხარშვის გარდა, აუცილებლად დავიკომენტარეთ. ღამის არდაფის ბიჭებს მივწეროთ. ლაშას. ლაშა სალამი. რომელი YouTube არხს გავუქმებდი შენზე რომ იყოს დამოკიდებული? ცოტა ინტრიგა ჩავაგდოთ და იქნება შუღლიც გამოვიწვიოთ, ანუ რატო არა? YouTube-ზე რამე მე ძალიან მიყვარს მაგალითად. მივწეროთ. დავით როგორ არიან ძაღლები? ჯითო ჰაი, ისო მე ვარ, დამწყები იუთუბერების ეპიზოდიც უნდა გადაიღო ჩემი აზრით. და ხო, ახალ სეზონს და იაკუძა ძალიან ველით ხალხი აბა თქვენიცით. ხო, დამწყები იუთუბერებსაც თუ გადაგვიღებთ ერთ ეპიზოდში, ცუდი არ იქნება. არ იქნება ცუდი. ნია უსაყვარლის გოგოა, კარგები ხართ, ანუ ძალიან საყვარელი წყვილია მართლა. აი შოუს პიც უნდა მივწერო, რომ საქართველოში ვერ ჩამოხვიდე. აი რა გვიპასუხა?
ხალხო voice-ი გამომიგზავნა. ან ჯერ არ მიმიწერია ჯიზუსი და უკვე მიპასუხა. ნახოთ აბა ძალიან დიდი მადლობა გერაცვალე, ჯიგარი ხარ. აუცილებლად რაღაცა იქნება. თავარია რომ აი წესიერად დავიწყოთ. YouTube-ები მივწეროთ. საზაყვარელია. აი ნახავ სულ მალე YouTube search-ში ელოშა სიცილის ნაცვლად ელო ტოფაძე ამოვარდება. როგორ მეშლება ხოლმე იცი ელოს რო წერან ჩემი თავს რო search-ავ და ელოშა სიცილი, ელოშა და 900 გოგო და რაღაც ეკეთებს რომ ლენკას მივწეროთ რომ ლენკა ელოშას კარიშეც გადაიღე ხოლმე ვიდეოები. რატი გამარჯობა ნახვამდის. ცოტნე, რატის ვარ. DC უნდა ჩაუწერო Hungry Man-ს, თორე გაგასწრებენ და დავიღუპებთ. აი ხა როგორც ვიცი, Hungry Man-ი ასწრებს ნიკათემბრის გამომწერებში. ხო და მე მგონია რომ DC-ს ჩაწერა კაი გამოსავალია, იმიტომ რომ ნაცადი მეთოდია მოკლედ. გიორგი ახალკაცი, მილოვა. გიორგი ძველი კაცი. ეს გოგოც კაი ხანია რომ YouTube-ზე აქტიურად დებს ვიდეოებს და ამის გამო ძალიან ჩემ პატივს მართალია ჩემს და საინტერესო კონტენტი არ აქვს, იმიტომ რომ გეიმს არ უყურებ, მაგრამ მაინც დავაფასოთ. საბა სიბალოტა შენსავით არავის ხდება. ძალიან მაგარი კომპლიმენტებით მოძრაობ, ვიცი, მაგიარეთ. ტატოს მიწეროთ, რომ თალკე YouTube არხი მოხდა უეჭველი. როგორ მოვაროთ გოგოთებს. მანქანების კონტენტს ვაპირებ და საერცხი მანქანის დაწყება როგორი იდეა იქნება. გაგაფრთხილეთ რომ კრინჯ მომენტები გვექნება თქო ხო და ეგ არის. მიშა ექიმო. სამკურნალო ბრძანდებთ. ანუ მართლა სამკურნალო ეს ბიჭი თუ ეს კაცი, იმიტომ რომ ცოტა ძალიან არადეკვატურ რაღაცებს აკეთებს ამ ბოლო დროს. და მიშა ექიმი ჭირდება მიშა ექიმი. ნინას მივწეროთ დრამას. ნინა, ჰეი. შენი ძალიან დიდი ფანი ვარ და ჩავედი საქართველოში თქო. ნახოთ ნახავს თუ არა ერთად მიპასუხებს თუ არა ხალხო. მოდიში ერთ-ერთი ხმით მიწევს ვიდეოს ჩაწერა. ქუთას ვკითხოთ თუ რატო წამოვიდა ოქტოპუსიდან, იმიტომ რომ ადრე ძალიან აქტიურად იყო ხოლმე ოქტოპუსში და ეხლა თავისი არხი აქვს კომპასი. საკმაოდ კარგი არხია და ძალიან ბევრი შემოვენ და ასე რომ გამოიწერეთ. ძალიან საყვარელი ვიდეოებს დებენ. თვითონაც ძალიან საყვარელი წყვილია და რავი, უსაყვარლესები ხართ, ბევრი გამომწერი თქვენ. კეთილები. კარგები ხართ. ჭიათურის ნათელი წერტილი. მარა ჩიტიშვილი. პოსტზე რომ დავწერე Facebook-ზე ბევრმა დამიკომენტარეთ ხო და თქვენი ხაზით მივწერე რომ მოკითხა ჩემი გამომწერებისგან მეთქი და ჯეოფიტმენი ანუ ჯერ კიდე ქვისხანიდან გიყურებ წარმატებები. ხო Kitchen Bros მიმართავ რომ პატარა იუთუბერებსაც თუ გვესტუმრებით რაღაც გენერალობებს გაგვიკეთებთ ძალიან კაი იქნება. თამაში თამაშებს გილდია, ძალიან მაგარი ადგილია. სხვა შორის YouTube არხიც აქვთ, უბრალოდ YouTube-ზე დიდად არ აქტიურობენ, რომ YouTube არხსაც მიაღწიეთ ყურადღება. მოკვდა საწყალი. შენზე მეტად YouTube-ი მგონი არც არავის მოუხდენია. PS ჩემ დაქალებს არ მოწონხარ, მშვენიერი მიღწევა, ეგრე განაგრძე. ანუ ჩემ დაქალებს თუ არ მოწონხარ, მართლა ძალიან მაგარი მიღწევა ცხოვრებაში. ჯენგოს თუ პანტელი ერქვა, არ ვიცოდი, სხვათა შორის ჯენგოთი დავსერჩე. ჯენგო ველოდებით ახალ ვიდეოებს. ან სასანოსად ეს ვიდეო. კითხოთ, სად დაიკარგა Nesui Production-ი, რატო აღარ ჩანს? ანრი კურტანი ძალიან მაგარი YouTuber-ხია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიცით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტს დებს. ნეტად თქვენსავით დალაგებულად ვშელობდეს ქართველი პოლიტიკოსების მიათედი მაინც. ანუ მართლა, იმიტომ რომ ეს ბიჭი რო პოლიტიკურ სიტუაციებს აანალიზებს და აი თავში რო გიდებს რა, გილაგებს ყველაფერს, ეგრე არც ერთი პოლიტიკოსი არ ლაპარაკობს, პირიქით ყველაფერს მოედებიან ხოლმე და სათქმელად არასდროს არ ამბობენ. ნანკა გვარი, ყველაზე ცუდი ინტერვიუერი ვინ იყო თქვენს YouTube პრაქტიკაში, თქო ვკითხოთ და შენი აზრით ვინ არის მსახურობ და მესამე სეზონში მოხვედრას მეთქი, იმიტომ რომ რაღაცაც ძალიან controversial 8-ეული თუ 8 კაცი დაიდო და ერთი ტიპია რომელიც ვერ მოხვდა და ყველა იძახის უნდა მოხვდა იყო და მოკლედ ერთი თემებია მაგაზე ატეული. ანანოს ვკითხოთ თოთიაურს, ვინ არის მაფიის ყველაზე underrated მოთამაშე და რატო? სოფომ დაიწყო YouTube-ზე ვიდეოების დადება, ანუ YouTuber-იც არის და ვკითხოთ აბა ქართული YouTube-ს თუ ადევნებს თვალს და საერთოდ ვინმეს თუ უყურებს. ბოლოთას ვკითხოთ ვახო სალამი რას არაპატიებდი საყვარელ YouTuber-ს. და მეგობრებო, თქვენ რას არაპატიებდით თქვენ საყვარელ YouTuber-ს? დევიდ დობრექს მივწეროთ დათო სალამი. ლიზა კოშის რო ლიზა შეურიგდი დათოს. დათო გორგილაძე, გორგილაძეს YouTuber-ად ითვლება, იმიტომ რომ პირველად რაც გამოუშვეს YouTube-ზე იდება მაგის გადაცემები, გორგილაძის აღუწმებელი სიმსუბ გქვია, ხო და ძალიან კაი გადაცემებია და მივწერა რომ გიჟდებით თქვენ გადაცემებს ეს კონტენტი. კალა, შენს gaming content ველოდებით ყველანი დაუჩქარე. 2 წელია მე მგონი კალა იძახის რომ gaming content უნდა დავიწყო რაღაც თამაშების რეაქცია, ან თამაში, ანუ და ჯერ ვერ შეასხაფრდები. მესმის რომ ძალიან ვერ პროექტია და რაღაცა უბრალოდ ველოდებით ხალხი. სენსუსა რას ნიშნავს? არჩილის სხვა შორის არის ჩემი კურსელი, რომელსაც აქვს მუსიკალური არხი. არჩილ ჩემ ვიდეოში მოხვდი
იცოდე ტრეკი უნდა ჩამაწერინო მერე. ანუ მერე ოდესღაც ალბათ რაღაც ტრეკს ჩავწერ. ხო და იდეების თუ რამე გაქვთ ამიკომენტარი. კამკუსას ვკითხოთ, ვინ არის საუკეთესო ქართველი იუთუბერი. მასტერმაინდს მიწეროთ, ძალიან კარგია თქვენი ახალი კონტენტი წარმატებები. მოკლედ, ვიდეო ჩაწერის პროცესში უკვე ძალიან ბევრმა მიპასუხა, შესაბამისად ვიდეო უოჭველი დაიდება, იმიტომ რომ მინიმუმ 10 კაცმა პასუხი გაგვცა. ძალიან დიდი მადლობა ჯერ ერთი მაგისთვის რომ მიპასუხეთ. ხო და დავალოდები მაინც ერთი დღე და 2000 years later. მოკლედ მეგობრებო 40-მდე ადამიანმა მიპასუხა, მოდი ახლა ვნახოთ რა გვიპასუხეს. ხო, პირველი არხი, ვინაც ეგრევე მიწერიდან მალევე მიპასუხა, იყო ხამის სარდაფის ლაშა, რომელსაც იდეაში ჩორტული კითხვა მივწერე, რომ მეთქი აბა შენზე რო იყოს რომელ იუთუბერს წაშლიდი თქო. ჯერო ჩემი თავიო, მე ქართული არხებიდანო არც ერთ არ წავშლიდიო, ყველა საჭიროაო, ან ცუდი არხებიც კი საჭიროაო წარმოვიდგინე. და მოკლედ ძალიან კარგად დააღწია ამ შეკითხვას თავი, არა კანდალი მიდოდა მართლა რომ მეთქი მე დავიწყებდი რომ აი ეს ადამიანი ამას ვერ იტანს, მე მაგათ კონფლიქტი ეგნებოდა, YouTube დრამა იწევდა და მე კიდე YouTube დრამები ძალიან მიყვარს, მაგრამ არა უშავს ყველაფერი წინ არის. შემდეგი ადამიანი, რომელმაც ასევე მალევე მიპასუხა, იყო ცოტნე in the wild ესე ქვია მეგონი არხს. ხო და წარმატებები უსურვე და იმანაც ძალიან დიდი მადლობაო. გამოიწერეთ ცოტნეს არხი, რა ვიცი, თუ ვინმე ხართ ისეთი ვიცი, მე მიყურებთ და ცოტნეს არხი არ გაქვთ გამოწერილი. ღამის სარდაფის არხსაც მივწერე, იმიტომ რომ ლუკას ინსტაგრამი რაღაც უტო ვერ ვიპოვე. ხო და მან მკითხა რომ მეთქი ახალ ვიდეოს როდის დადებთ, ხო? და ზეგ დაიდებაო. სავარაუდოდ ეს ვიდეო რო დაიდება ის ამათი ახალი ვიდეო დადებული იქნება, ასე რომ სპოილერის არ გამოდის. მომიტევით მეგობრებო. გილდიამ გავითვალისწინებთ ელენე ტოფაძეო. აი უკვე ვიდეოს დაედიტების საშემომჭდი რომ ელენე ტაფაძე მოუწერიოთ. აშკარად ხუმრობაა ხო და რა თქმა უნდა მე ავხუმრობ და არ შევარჩიე, იმიტომ რომ ტაფაძე არ ვარ კილოცვალი, ტოფაძე ვარ, ასე რომ გთხოვთ ყველამ იცოდეთ და დაიხსნათ. ხო მივწერე. და მე ვიდა ჩემი დრო YouTube-ზეო. რა ვიცი მე ვიდა თუ წევიდა არ ვიცი ახლა, მაგრამ აი, მე ვიდა თქვენი პრეზიდენტი და ხალხ ამაირამ ბავშვი ვიჯო. მე იდეაში მართლა ანუ თან კაი კონტენტს აცდებს სახალისოს და ნახვებით საკმაოდ აქვს. შეიძლება ითქვას რომ მე ვიდა. მადლობა გამიხარდა. მე გულები მივწერე და მაგან დამსინა მე აღარაფერი აღარ უპასუხია. ნათიამ როგორც მოსალოდნელი იყო, ესეთი პასუხი გაგვცა, ანუ არ წადი და წვარ შამფური და წვა და კი, ანუ Divine Rhymes-ი უნდა მოხვედრილიყო, რასაც იდეაში ყველა მაგას იძახის და რა არის ეს ბიჭი, ესეთი ვერ გავიგე რა, მე მაინც და მაინც ვერ გადავირიე. მაგრამ კამის მაინც ვერც ერთი ვერ აჯობებს, ანუ ვერც ეგ Divine ვერ აჯობებდა, ასე რომ ხო, ანანოს კითხე, ყველაზე underrated მოთამაშე ვინ არის თქო? და ანანომ არ დაასახელა რა თქმა უნდა მოთამაშე. შუალობითი პასუხი გაგვცა, რომ ბევრია, ვინც ყველა მოთამაშეებმა ვიცით, რომ მაგრად თამაშობს, მაგრამ გადაცემაში ან როლი არ უწყობს ხელს, ან რომელიმე თამაშში ვერ იჩენს თავს. ან ძლიერი კომუნიტი არ ყავს, ყველა დამაფასებული ისეთი მოთამაშეები არიან, ვინც მაფიის კომუნიტის უყვარს. იმიტომ რომ ხშირად თამაშობს და MVP-ც ბევრჯერ გამხდარა ნაწილობრივ თამაშის და ნაწილობრივ ხალხის სიყვარულის გამო. ხო. ანუ ჩამოგვიყალიბა პასუხი ამ იმაზე, რომ ვინმეს არ წონა და ალბათ იდეაში ესეთი პასუხი რეალურია, იმიტომ რომ თუ კომუნიტი არ ყავს, არ გიჭერს მხარს, ან როლში არ გაგიმართლა, ძალიან რთულია, რომ მე მოხდე MVP-თ, მე ფინალში მოხდე და არ ჩანს ხოლმე მაგ ადამიანების რეალური სკილები. თითუთი. ბოლოთ ასკითხეთ, საყვარელი იუთუბერს რას ვერ აპატიებდი თქო და დაფეიქებასო. აქ ლოგიკურია იგულისხმება, რომ ფეიქი თუ გახდა და თავის რეალური მე რაც არ ეგ თუ არ გამოჩნდა, მაგას ვერ აპატიებდა და ოკეი, სულად მისაღებია. აი მეგობარსაც ვერ ვაპატიებდი და ფეიქებას მაგალითად და დამეწერეთ აბა კომენტარებში თქვენ რას ვერ აპატიებდი თქვენ საყვარელი იუთუბერს. გორგილას ხომ მივწერე გიჟდები გადაცემაზე თქო და დიდი მადლობა თქვენო ესე მიპასუხა და გამიხარდა რომ მიპასუხა, იმიტომ რომ არ ველოდებოდ ხოლმე შორის გორგილაძის პასუხს. რა აკლია ქართულ YouTube-ს? ჩემი ვიდეოები მალე იქნება. ახლა ვინც არ იცოდით რომ პატო YouTube-ზე ბრუნდება, ჩემი ვიდეოთი დაგსპოილერდით ფაქტობრივად და ხო, სულ მალე ალბათ პატოც დაბრუნდება ქართულ YouTube-ზე. ეგ არის კამკუსა, კამკუსებს ყოველ შორის. ძალიან გამაკვირვანი რაღაცა სხვანაირი ტიპის ჩავიწლებას ტოვებს. და ჯერო ვკითხე რომ მეთქი საუკეთესო ქართველი იუთუბერი ვარ ტუნოს სოსო, ოკეი, ყველა თითქმის ასოს ამბობს და ყველაზე ცუდი მეთქი და მე ვარ ყველაზე ცუდიო. ხა რატო გამაკვირვა ამ პასუხა? იმიტომ რომ მე მინდოდა სკანდალი როგორც უკვე გითხარით და აი ვიღაცა რომ დაესახელებინა, აი უფრო მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ალბათ ეს პასუხი ყოველთვის კარგი გამოსავალი არის ხოლმე. Masterminds მივწერეთ და Mastermind-მა დიდი მადლობა ელო. იმედი გვაქვს გადავიკვეთებით სადმე YouTube-ზე. მაგის იმედი მაქვს, იმიტომ რომ სამაგდრო თამაშები ძალიან მიყვარს. G2-ს რომ მივწერე და voice-ი რომ მომწერა იდეაში, ეგ ვიდეოშივე იქნებოდა და ნახავდით. და ხო, ეგ იყო და ეგ ბევრი იუთუბერი არ არის G2-ისნაირი უშუალო და საყვარელი ჩემი აზრით. არიან, მაგრამ ბევრი არ არის. დაჟე მახსოვს G2 წინა ვიდეოს კომენტარებში დამიკომენტარა რაღაცეები და მეთქი მართლა G2-ში კომენტარებს არ ძალიან გავიხარდა და მეტროში ვიყავი და ძალიან საყვარელი ტიპია. სოსომ დაკრჭილი სმაილები მომწერა. რა გავიგო? გაუხარდა რომ არ ვაპატიებთ, გაეცინაღეს დაკრჭილი სმაილი, იკრიჭება თუ იცინის.
აი ეს სოსო სმაილი ედი სულ ეგეთი მომღიმარე ტიპი ხო? სოსომ თავისი სმაილები გამომიგზავნა ხალხო. და აქვე ვთქვათ კოპალაც. კოპალამ სოსოსა და იაკუდას შორის სოსოზე შეაჩერა არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ სოსომ ძალიან გამწარა, მაინც უყვარს და ეს არის მეგობრებო ტოქსიკური სიყვარული. აი, რომ 1001 თომას რო უშვებს და მაინც რო პატიო. ასე რომ, რავი, ნუ იქნებით კოპალა ამ შემთხვევაში. კაი შემდეგი. მუსიკას აპირებს როგორც ჩანს YouTube არხის დაწყებას, როგორც მასალობნელი იყო და კი მალე დავიწყებო არ ჩამორჩება მოკლედ ჰამაკის დანარჩენ ბიჭებს. ნიშა ექიმმა ვიცი ელო მადლობაო. იდეაში სამკურნალო ბრძანდებით თქო, რაღაცნაირად კი მივწერე მეც კაი მაიმუნი ვარ, ანუ მაგრამ თვითონაც რომ დამეთახმა რომ ვიცი ელო მადლობაო, ნეუხერხულა. მოკლედ და რავი, თუ მართლა სამკურნალო არის ეს ადამიანი, კი ბატონო, უნდა იმკურნალოს უბრალოდ. მე ახლა ცუდ ადამიანად არ გამომიყვანოთ. ანუ მიშა ექიმზე ცუდი როგორ უნდა ვიყო არ ვიცი, მაგრამ კალამ დრო არ ამოქვსო რომ გეიმინგ არხი დავიწყო, მესმის კი, იმიტომ რომ მე ანუ ჯერ რა ვიდეოებს ვდებ და ამაშიც რო რაღაცა დროს სწორად გადავანაწილო ძალიან მიჭირს. და ანუ ის იმდენ პროექტია რომ გასაგებია, უბრალოდ თვითონაც როგორც ვიცი ძალიან უყვარს გეიმინგი, სულ უნდა რომ დაიწყო და მე ძალიან გამიხარდება, დარწმუნებულად ბევრს გავხარდება კალამ რომ რაღაცა გეიმინგ არხი მართლა გააკეთოს ოდესღაც. შემდეგი ჩემმა მეგობრებმა არჩილმა, კურსელმა არჩილმა, რა თქმა უნდა, მიპასუხა და ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა და მე ოკეიო და მოკლედ არჩილი კაი ბიჭია და გამოიწერეთ. ანუ ხალხო ლაშა გელაშვილმა იუთუბერად მომიხსენია და წარმატებები მისურვა. მართლა იუთუბერი ვარ მე მგონი, ეხლა ვაცნობიერებ, რომ რაღაცას რომ მაიმუნობ, ესე იგი იუთუბერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის და იმედი მაქვს 1000 კომენტარზე მაინც ავალ, რომ ჩემივე დეფინიცია იუთუბერის რაც არის, ეგ მაინც დავაკმაყოფილო ხო და გამომიწერეთ. რატოს შევჭამეთინი არ ვიცი, უბრალოდ ხიტამ თქვა რომ რაც მეტი ჯერ იტყვი გამომიწერეთო, უფრო მეტი ხალხი გამოგიწერს და დაალაიქებს და ვიდეოც დაალაიქებთ. ხო. გავაგრძელოთ. შემდეგი არის დიდი მადლობა თქვენ რა თქმა უნდა მივწერე. შემდეგი სოფომ მიპასუხა რომ არ ვუყურებო. ხო და აქედანაც ვურჩევ სოფოს რომ დაიწყოს ყურება და რავი, ჩემი აზრით ქართული YouTube თანდათან ვითარდება და ღირს, რომ შანსი მისცეს ადამიანმა და უყუროს. Nonsense Vision-მაც გვიპასუხა და დიალოგში შემოვიდა ჩვენთან. სალამიო, მეთქი ქართული YouTube ისე ყურებათ ხო, იმიტომ რომ მახსოვს ეს ადამიანი მე როგორ აღმოვაჩინე, ოქტოპუს ქონდა რეაქცია გადაღებული ამ ბიჭის ვიდეოზე. ალექს რეის სხვადასხვა აპირებს რომ ლაივები აღადგინოს, კიდევ ერთი სენსაციური ინფორმაცია მეგობრებო, ახლა დავფიქრდი და ახლა იურისტი ქალი რო პირად ინფორმაციას ესე სკრინებად ვასაჯაროვებ და რაღაცა, ანუ პირად მიმოწერებს, მაგის უფლება ამ ხალხისგან არ ამიღია ხო და ძალიან მადლობელი ვიქნებით თუ არ მიჩვლებთ, იმიტომ რომ რაღაცა ისეთს მე მგონი არაფერს არ ვასაჯაროვებ. თან თქვენ მაინც საჯარო ფიგურები რო ხართ, ალბათ მაგიტომ აქვს ამის უფლება, ხო? მე მაგით შემიძლია რომ გავაправო. და ხო, მეტად აღარ ვიზავ. ანუ ასე რომ მომავალში რამე თუ მოგწერთ, იმის შეში არ გქონდეთ რომ YouTube ვიდეოში დაგხვდებათ. ჯერ მირიან მარიცის რა ვიდეოს დადებს და პროცესში ვარო. Foxy Eleniko აუცილებლად დაუბრუნდებიო და მართლა ძალიან კაი იქნება თუ დაბრუნდება, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი Eleniko ძალიან კაი კონტენტს აკეთებდა და მეორე ქართული YouTube-ს ქალების ხელი მოაკლდა. რეძერ გამიპასუხა. ხანდახან მე ძალიან ტოქსიკ ვარ, მაგრამ მაინც მადლობაო. ტოქსიკურები ყველანი ვართ აბსოლუტურად ზოგჯერ, მაგრამ საერთო ჯამში ამ ადამიანისადმიან მე ცუდ კონტექსტში არასდროს არ აღმიქვავს რა, რაც რა ვიდეოც შემოხვედრია, ყველგან რაღაც დადებითი ვაიბები მოაქვს. და მაგიტო აი ტოქსიკური რამდენად შეიძლება იყოს არ ვიცი. შემდეგი არის Kitchen Bros. სწორედ ესე იყო, რომ ჩვენს მოგმეს და მომზადება, აწი დავგვატიჭეთ ბატონო, ახალ კონტენტს ვიწყებთ მალეო. და ამაზე მე მართლა გულწრფელად და რაღაცა ვუპასუხე, იმიტომ რომ მე რო კერძები მოვამზადო და გავასინჯო, სავარაუდოდ მოიწონებიან, ცუდად გახდებიან და YouTube-ზე ვიდეოების დადება კი არა, მათ სიცოცხლე დადგება ეჭვქვეშ. ვისაც არ გინდათ რომ Kitchen Bros YouTube არხმა იარსებოს, აუცილებლად მომწერეთ და რაღაც თანხის ნაცვლად აუცილებლად მოვიწვევ ამ ხალხს და ჩემს გაკეთებულ საჭმელებს გავასინჯო. მაგრამ ჩემი ძმა აქამდე რანაირად არის ცოცხალი, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. აკიას რომ ვკითხე რომ მეთქი Nesvi Production-ის სად დაიკარგა, ძელი ამბავიაო. იმედი მაქვს რომ Nesvi-ც დაბრუნდება, იმიტომ რომ Nesvi-მა გახსნა იდეაში YouTube სერიალების სეზონი. პირველი YouTube სერიალი იყო ჩუყუსო, ჩვენი პირველი სერიალი. და ძალიან კაი სტარტი იყო. ანუ YouTube-ისთვის რაღაცა ახალი ბიძგი მისცა ქართულ YouTube-ს რა Nesvi Production-მა. მე ძალიან გამიხარდება თუ YouTube-ზე დაბრუნდებიან და არა ისევ კავიას შეაფარებენ თავს. ხო. მე მგონი სულ ეს იყო, ეხლა შევიდერთი. შემოწმო კიდევ ვინმე ხო არ მიპასუხა. სანამ დაედითებას მორჩებოდი, კიდევ 5 ადამიანმა მიპასუხა ნიკოლოზ გეგოშიძემ, ქუთამ, ქორომ, ჯანელამ და ომარ მთიულიშვილმა და სკრინებსაც დავურთავ თან. ყველაზე მეტად მე მაინც ჯანელას პასუხი გამიხარდა. ომარ ჩიტიშვილმა მადლობა გადაგვიხა და რომ მოვიკითხეთ მოკლედ. დიდი მადლობა. ჩემგანაც დიდი მოგკითხვა თქვენ გამომწერებს. საბოლოო ჯამში ძალიან გაყოფილი ვარ ამ ვიდეოთი. საკმაოდ ბევრმა YouTube-მა მიპასუხა. ყველა თავის საქმეში რაღაცას ცდილობს რომ დაამტკიცოს, ცდილობს რომ უკეთესი გახდეს, თავის რომ მეც მაგას ვცდილობ. კვირდებით რომ რაიმე კრეატიულსაც გავაკეთებ მომავალში
და მე ადამიანს აღარ მივწერ და მაგას აღარ გავასაჯაროებ როგორც მინიმუმ. მადლობა ამ იუთუბერებს, რომ თავიანთ კონტენტს ქმნიან და ქართული იუთუბი რომ ვითარდება ყოველდღიურად. და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ქალი კონტენტ კრეატორი გაჩნდება იუთუბზე. ამისთვის თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, არხი გამოვიწერეთ, იმიტომ რომ მომავალში გვერდებით რომ უფრო საინტერესო კრეატიულ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ნუ რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის იმედად, აუცილებლად და დაგვემატეთ Facebook ჯგუფში და Instagram-ზეც შეგიძლიათ, რომ გამომყვეთ, ეხლა კი დაგემშვიდობებით და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ნახვამდის.